ჩვენი გამდიდრებული გლახები ცოტა შეფერხდნენ. შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ევროკავშირმა მართლა აუგზალა შესვლა. უკვე დღეს ლურჯ პასპორტიანებს აღარ უშვებენ რუმინეთში, ბულგარეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში. აგვისტოდან აღარ შეუშვებენ შვედეთში. იმ პატიოსანმა ხალხმა ეგ წინასწარ გვითხრა. და გერმანიისა და პოლონეთის ამბავი ჯერ არ ვიცით ვარ ყვევთო, მაგრამ უნგრეთი ღიაო, რა თქმა უნდა ღიაო. რას თქვენ პოლონეთს აგინეთ? ტყუილად ნუ დაიმედებ თავს, რომ მაგ შეზღუდებს არ შეუერთდება და უნგრეთი კი, ხო, შეგიძლიათ დიპლომატიური პასპორტები ჩაფრენა ბუდაპეშტში. იქინა კი გადაშდომა რამე სხვა რეისზე. მაგრამ რა გინდათ? ერთი რომ ეგაგზალვა ევროკავშირის შემოღებულია, მაშინ სადამე პრინციპში ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე შეიძლება უბრალოდ გაგაჩერონ, შეგამწონ, გითხრან შენი ვიზა ნონველით, უკანონოდ ყოფილ ხარ და გადეპორტებ. მეორე, ისედაც არ მოგიწევთ არც ერთი ქვეყანა, რომელსაც ეცოდინება, რომ შეზღუდვები გაქვთ დაწესებული. ან რომ მიგიწვიოთ, რისთვის უნდა ჩახვიდეთ, რა უნდა უთხრათ. განა რამდენ ლანძღვას აიღებთ. მოკლედ იფრინეთ ქუთაისი ბუდაპეშტი, ბუდაპეშტი ქუთაისი და მინმოდი და სიკვდილკარი. მაგას ვინ ჩაგიკეტავთ ხალხო? გვასანქცირებენ იმიტომ რომ ვართ ეგრეთ წოდებული enablers. ამიტომ გვასანქცირებენ. ანუ რატო გვასანქცირებენ, რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ. ივანიშვილის გამო გასანქცირებენ ნამდვილად. ოღონდ რამდენი გამართლებაც უნდა მოუძებნოთ ჭკვიანური ინგლისური სიტყვები თქვენი აუდიტორიისთვის, ქართულ ენაში მაგას თანამზრახველობა ქვია, რაც დასჯადია და ეგ გარდაუვალია. ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირის შორის დაიდო დიპლომატთა და სამსახური პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ აქვს ქართველი ხალხის მიმართ. და ახლა რა ვქნათ? უფრო სწორად, რა უნდა ქნან ჩინოვნიკებმა. დიპლომატიური პასპორტი ქართული კანონმდებლობით ეკუთვნის პრეზიდენტს, პრემიერსა და სპიკერს ცოლებით. მეუღლეების გარეშე კი ყველა პარლამენტარს, ყველა უზენაეს და საკონსტიტუციო მოსამართლეს, სუსის უფროსსა და 50 თანამშრომელს, ყველა მინისტრს, ომბუდსმენს, პატრიარქსა და სინოდის წევრებს, ცესკოს თავმჯდომარეს და კიდევ ასობით ადამიანს. ხო და იდგებიან აწი და აკაკუნებენ საკონსულოების კარებზე მიღების საათებში. ისე ნეტავ შენგენის ვიზა ახლა რა ღირს? შეზღუდვები მოქმედებს როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, ვიზით ვიყავით წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ რა თქმა უნდა არ არის. ბუნებრივია ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება. საკუთარი თავის დამშვიდება ქოცის მოგონილია, მაგრამ კარგად რო აღარ გამოსდის. საკუთარი დეპუტატებიც კი ვერ დააჯერეს და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებშიც ვერ გააწევრიანეს. ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმნით სამუშაო ჯგუფები, მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა შემადგენლობაში ყოფნა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი რომ იყოს შემადგენლობაში, რა თქმა უნდა ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართული ხალხის მიმართ. განა მართლა არამეგობრულები არიან ბალტიელები, ან განა ამ დეპუტატებს თუ ვიღაცას მართლა არ უნდათ ბალტიაში სიარული სახელმწიფოს ხარჯზე მიულინებით. მაგრამ დიპლომატიური პასპორტებით იქ არ შეუშვებენ და მოუწევთ ჩვეულებრივი პასპორტებით ჩვეულებრივი რიგში დგომა უგრძეში, სადაც non-citizen აწერიათ. გახარ ნახევარსაათი 1 საათი და ბოლოს მესაზღვრეს უნდა აჩვენო ჯანმრთელობის ცნობა, დაზღვევა, ფინანსური დოკუმენტი, სასტუმროს ჯავშანი, უკანა ბილეთი და დაასაბუთო რისთვის ჩამოსულხარ. რამდენი ხნით. კიდევ არ გაქვს გარანტია რომ შეგიშვებს მერე. ხო და როგორია ახლა? თავი რომ კიტრი გონია უფრო სწორად დეპუტატი რიგში სხვა ქართველები ნაღდად განან და ჩასაფრებულები ნამდვილად გიღებენ ვიდეოს ტელეფონით. შეკი ამ დროს ვიღაც მესაზღვრე სადღაც არ გიშვებს. და გაბრუნებს უკვე. რა კადრია ისე? რამდენიც უნდა იძახო მერე deep state-იო, ჭეშმარიტ ფასეულობებს ებრძვიანო, ივანაშვილის ერთგულებისთვის მსჯიანო, დაცინვის სამარადისო მიზეზი იქნება. ხო და გინდათ ახლა თქვენ თავის მოჭრა. არაზმო თავი დამანებენ. არ მინდა მაგათი, არც პაესტკა, არც მეგობრობის ჯგუფი. კი, ასე მოგიწევთ. უკვე მოგიწიათ და უკვე მოგიწიათ აღიარებაც. კოცო აბა, პასპორტი მაჩვენე.